გერმანული სამხედრო ნაწილები საქართველოს რესპუბლიკაში განათავსეს 1918 წლის 8 ივნისს. ამ დრომდე ოსმალეთმა დაიკავა საქართველოსა და სომხეთის დიდი ნაწილი, რითაც დერეფანი შეიქმნა აზერბაიჯანისაკენ. დამატებით მათ მოითხოვეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლორეს სამხრეთ ნაწილის დროებით გადმოცემაც, რაც იძულებით დაკმაყოფილდა. მაგრამ მათი წინსვლა თბილისისკენ გაგრძელდა და უკონტროლო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთი და გერმანია მოკავშირეები იყვნენ, გადაწყდა, რომ ქართულ-გერმანულ დანაყოფებს აღეკვეთათ ისლამისტების თარეში ქვემო ქართლში. 11 ივნისს სანდარში დაიგეგმა ხრამის პოზიციების აღება და წინსვლა რკინიგზის გამოყენებით, რომლითაც გადაადგილდებოდა ჯავშნოსანი მატარებელი. პირველი სოფელი უბრძოლველად დანებდა, მდინარე ხრამთან კი შეტაკებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საარტილერიო დაბომბვის შემდეგ გამთენიისას საერთო შეტევით ოსმალების სანგრები გაწმინდეს. შულავერიდან ოსმალთა ჯარმა უკან დაიხია. ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით ეგებებოდა ჯარს, გარდა თათართა ბრბოებისა, რომლებიც მალევე დაშალეს. ხოლო ალავერდში ოსმალთა კოლონამ დაიწყო უკან დახევა და პანიკა. ოსმალებს ალავერდის გაღმართის დიეს და ოპერაციის საბოლოო მონაცემებით 1000-მდე ოსმალი შეიპყრეს. გაკეთდა სადემარკაციო ხაზი. ამ ბრძოლებში 7 გერმანელი გარდაიცვალა, რომლებიც თბილისში საპატიოდ დაკრძალეს.